აქ შემიყვარდა ყველა ქუჩა შენი ხედები მე სადაც დავეხეტები და გავიხედები მე ურთიერთობები რომელმაც მე გამზარდა მე და ვარ ისეთი როგორიც მან გამხადა მე თბილისური გაგება მაქვს ესეთი მე მაქვს ჩემი კულტურა ტრადიცია წესები უძველესი ფესვები მომავლის კიდევ იმედი და ვიქნები ისეთი როგორც მეტყვის მენტალიტეტი მეტი პოზი მეტი კლასი ცოტა ყლაზე მეურის აზრი საიმიჯო კლიპებში პირდაპირ ეთერებსა თუ უბრალოდ ვიდეოებში ყველაფერი ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. აქ არც სიღარიბე ჩანს, არც შიმშილი, არც ჩამონგრევის პირას მყოფი შენობები, არც უკვე ჩამონგრეულები, არც მკოლელი შადრევნები, არც მკოლელი თხრილები, ღარიბებისა და მერიის დაუდევრობას და უპასუხისმგებლობას შეძერული ადამიანების ადგილი გალაძის კლიპებში არ არის. ტალენჯიხაში ფერარი ცერნობის კადრებითაც გვანებივრებს მერი. არ მინდოდა მომეთხანით, მაგრამ ისე ითხოვთ. არ მინდოდა, მაგრამ ისე ითხოვთ. რომ უნდა მიიღობენ, რომ უნდა მიიღობენ. მეტი პოზი, მეტი კლასი, ცოტა ყლაზე მეურის აზრი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით საქართველოში საარსებო შემწეობას 0-დან 6 წლამდე 49586 ბავშვი და 6-დან 18 წლამდე 140325 მოზარდი იღებს. ანუ ჯამურად 199911 არასრულწლოვანი. მაშინ როცა გასული 2024 წლის იანვარში 175585 არასრულწლოვანი იღებდა სახელმწიფოსგან სხვადასხვა ტიპის შემწეობას. ზრდა 7.5%-ია. აქედან თითქმის 50000 ბენეფიციარი თბილისში ცხოვრობს. კალაძის და ქართული ოცნების მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი არის 700.000-მდე ადამიანი, რომელიც არის სოციალური დახმარების მიღები, რომელთა უდიდესი ნაწილი ცხოვრობს თბილისში და რომელთათვისაც ნაცვლად დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნისა მუდმივად გვპირდებიან რაღაც ტიპის სოციალურ პროგრამებს, სადაც ამ ადამიანებს ანკესის ნაცვლად თევზსაც არ მიცემენ და პატარა თევზის კუძს მოუჭრიან, მაგრამ ცხადია, რომ ეს არც პრობლემას არ აგვარებს, არც ეს ადამიანები არ ამოყავს სიღარიბიდან და უბრალოდ შემდეგ შექმნილი უხერხულობიდან გამომდინარე, უბრალოდ დაჭირვების და მძიმე სოციალური ფონის საკითხი თბილისიდან საერთოდ ამ თბილისის კამპანიიდან საერთოდ არის მოხსნილი, თითქოს კალაძე იყოს კოპენჰაგენის მერი, სადაც გაჭირვება არის მინიმუმზე და სადაც არ არსებობს მძიმე სოციალური ფონი. სულ მაღლა და მეგობრებო მიხარხარ და სიყვარულზე უნდა გელაპარაკო ვამაყობ შენი შვილი გამომშვიდობით მეგობრებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო გამარჯობათ მეგობრებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო ამჯერად გამარჯობათ მეგობრებო მოგესალმებით ყველას გამარჯობათ მეგობრებო მოგესალმებით ყველას ბოლო დროს რეპზე შეყვარებული მერისგან სოციალურ დაპირებებს ნაკლებად მოისმენთ. ზოგადად მათ მიმართ ზიზღი მერმა ჯერ კიდევ წლების წინ გამოამჟღავნა. დებატების დროს მათთვის განკუთვნილ ლარდა 70 თეთრიან დღიურ ულუფას ხელი რომ გაკრა. ეს არის ის კვებითი რაციონი, რასაც სამწუხაროდ 4 წლის განმავლობაში აჭმევთ ამ ადამიანებს. არა, ამას თქვენ დაგიტოვოთ. ამას თქვენ დაგიტოვოთ, იმიტომ რომ მერის პიარ მომსახურება წელიწადში მილიონობით ლარი ჯდება. მუშაობს კიდეც. რა და პიარი ნამდვილად უვარგად. წინასაარჩევნო კამპანიის დროს თუ მის გარეშე. არც კამპანიის მიღმა იკლებს მერი სიმღერებზე გაკლიპული საკუთარი კადრების გამოქვეყნების სიამოვნებას. ვიდეოებსა და კლიპებში დიდად ვერც ვაკის პარკის ტერიტორია ხვდება. არ მგონია ნამუსი აწუხებდეს და იმიტომ უბრალოდ აქ სამუშაოები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2022 წელს ანონსდებოდა, რომ უნდა დასრულებულიყო. შემდეგ 2023 წელს გადაიწია. საბოლოო თარიღი კი 2027 წელია. აქ ვაკის პარკის ტერიტორიის რაღაც ნაწილის რეაბილიტაციის დასრულება და მათ შორის შადრევნის 2022 წელს გვაცნო მერმა დიდი ზარზეიმით. სწორედ ამ შადრევანში დაარტყა დენმა მარიტა მეფარიშვილს და გარდაიცვალა და არ ყოფილა არც ერთი წამი, როცა კახა კალაძემ ამ უბედურებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა, გულგრილობა, კორუფციული ინტერესები. თუ ყველაფერი ერთად, რასაც არ უნდა ეწირებოდეს დედაქალაქში ბავშვებისა თუ ზრდასრულების სიცოცხლე, შედეგისთვის ეს სულ ერთია და შედეგი ერთია. ამ ქალაქში ადამიანები იღუპებიან, რომელთა სიკვდილის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. კორუფციიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უამრავი პროექტი, რომელიც არის ან გაჩერებული, ან დაუსრულებელი, ან შუაგზაში მიტოვებული და ეს ყველაფერი ასევე გამომდინარეობს კორუფციიდან. ამის საუკეთესო მაგალითი არის ვაკის პარკის ტერიტორია, რომელიც რეაბილიტაციას შუაგზაში გაჩერდა, იმიტომ რომ ტენდერი მიცეს კორუმპირებულ კომპანიას, მერე ამ კომპანიის და სხვების საქმიანობის შედეგად დატრიალდა უდიდესი ტრაგედია, რომელსაც შეეწირა 13 წლის გოგონას სიცოცხლე, სადაც ადამიანები 13 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დააპატიმრეს, შემდეგ წელიწადნახევარში გამოუშვეს, შემდეგ მიცეს თავისუფლად ისევ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ის ადამიანი, რომელიც მერის გარემო საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა და რომელიც ამ საქმეზე იყო საპატიმროში 3 წლით მივლენილი, ეს ადამიანი წელიწადნახევარში გამოვიდა და აღმოაჩნდა ასეულობით $1000 ღირებულების ფინანსური ინტერესები ისევ და ისევ სამშენებლო დეველოპერულ სფეროში და ამით რომ ვინმე დაინტერესდეს, ძალიან დაუფარავი და ზედაპირზე მყოფი კორუფციული პრობლემები არის, მაგრამ ეს ცხადია არ აინტერესებს არც პროკურატურას, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან დამარცხებული პოლიტიკური კლანის წინააღმდეგ ბრძოლით. როგორც ამბობენ, კალაძის კორუფცია ჯერჯერობით ხელშეუხებელი და ნებადართულია. მანამ სანამ ეს ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. რა ხდება მერე, როცა ეს ოლიგარქიას აღარ აწყობს, იხილეთ ჯუანშერის და სხვების მაგალითები. მშენებლობები, სადაც მერთან დაახლოებული კომპანიების ფინანსური ინტერესები იკვეთება. ავტობუსებში გადახდილი 60 მილიონით მეტი, მზიან დღეებში გზების მოშრობაზე დახარჯული მილიონები, სუდად რეაბილიტირებული გზები, რომელთაგან ნაწილი წვიმაში იტბორება, ნაწილი კი გახსნიდან მეორე დღეს ვარდება. ამ პროექტებს სუდად თითქმის ყოველთვის ოცნებასთან დაახლოებული პირების კომპანიები ასრულებენ. ყველა სარფიან მიწის ნაკვეთსაც, სადაც მშენებლობა აკრძალულია, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ყიდულობენ და მშენებლობის ნებართვასაც იღებენ. ხო, ის დამავიწყდა აეროპორტის გზის გამყოფ ზოლზე, ქვები რომ დაყარა და შუაში ამოსულ ბალახებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ათხრევინებდა. აღარ ხდება ქალაქის ქაოტური განაშენიანება. იქამდე სანამ ქართული ოცნება გვესაუბრება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამავდროულად სანამ კალაძე იკავებს დედაქალაქის მერის თანამდებობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან იქნება უბრალოდ სიყალბე, იმიტომ რომ კახა კალაძე არის ჩვენი ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტში წარმოადგენს მასთან შეზრდილი სამშენებლო დეველოპერული კარტელის ინტერესებს. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირებები თბილისში ქაოტური განაშენიანების შეჩერებასთან დაკავშირებით, ქალაქის ახალი გენგეგმიდან გამომდინარე მასშტაბური ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა უდიდესი ტყუილი. ქალაქში კორუფციიდან გამომდინარე მიმდინარეობს უმძიმესი ურბანული გენოციდი, რომლის მაგალითებიც არის აბსოლუტურად ყველა უბანში. საუკეთესო ილუსტრაცია ამის არის იპოდრომის ტერიტორია, სადაც ცენტრალური პარკი უნდა აშენდეს და იქ რაღაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამავე ტერიტორიაზე, იქ სადაც ყველაზე ღირებული ნაწილი არის აი ამ ყოფილი ტერიტორიის იპოდრომის, უნდა მოხდეს 77 სართულიანი 7 ცათამბჯენის მშენებლობა იმ დეველოპერული ჯგუფის მიერ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კალაძის ინტერესებთან და იგივე შეიძლება ითქვას სხვა სამშენებლო პრობლემურ პროექტებზე, სადაც მესაკუთრეების ინტერესების უკან დგას პირდაპირ მისი ინტერესები. იქ სადაც გვხვდება არქი ჯგუფი, იქ სადაც გვხვდება ვისოლ ჯგუფი, ეს ყველა ადამიანი წარმოადგენს კალაძის დეველოპერულ ინტერესებს თბილისში, რომელმაც მოიტანა ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. ეს ცენტრალური პარკიც ჯერჯერობით არსად ჩანს, ისევე როგორც არ ჩანს მიწისზედა მეტრო, ვეფხისა და მოყმის ხიდი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, მეტროს ახალი ვაგონები. ხო, გლდანის რეაბილიტაციიდან გამქრალი 500 ტონა მილებიც ისევ არსად ჩანს. ეგ უკვე შეგვიძლია დავივიწყოთ, მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენ დაპირებებს. ახორციელოთ ახალი პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყება, უკვე 2019 წლის ბოლოს. ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ვილოს მიმართულებით. ასევე სამგორი აეროპორტი სამგორი. გონია რომ ეს არის დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ახორციელებას ჩვენ ვიწყებთ 2019 წლის ბოლოს. დაახლოებით 8
ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში. გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ 200,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს, რომლითაც ჯამში 260,000 ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი ახალი მარშრუტები და იაფი ტრანსპორტი. მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც მოხდება 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა. ეს ყველაფერი დაპირებებად დარჩა, მაგრამ თქვენ არ მოიწყინოთ, მერს ახალი დაპირებებიც აქვს. ახაკალაძის მერობის მესამე ვადაში თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი საავტობუსო ხიდი აშენდება. ახაკალაძის მერობის მესამე ვადაში თბილისის მეტროს პირველ ხაზს ორივე მიმართულებით თითო ახალი სადგური დაემატება მარკეტილსა და გლდანში. ახაკალაძის მერობის მესამე ვადაში უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტით 35 წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი ბრუნდება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად აშენდება ტრამვაის თანამედროვე ევროპული სტანდარტის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს. ახაკალაძის მერობის მესამე ვადაში თბილისში საბაგიროს ორი ახალი ხაზი აშენდება. ახალი კლიპებიც აქვს, მისი კარის რეპერი ჯერ თბილისს გაურეპავს, შემდეგ კი კრიტიკოსებს გვაგინებს. მე ყველაზე მკიდია რა სიტყვი ჩემზე შენ ჩემი ცხოვრება არა გაგშენ მე ვიცი ვის აქ ნამდვილად ტრაკი და ვიცი ტრაკს თუ ვინ აძამაშებს twin გაყინულიც რამდენი ვიცი ჩვენში გახიდულის დედა შევიცი რამდენი ბოზია თურმე ჩემს ხვიცი დილა შუა დღეს ძილისი არ მინდოდა მარა ისე ითხოვთ არ მინდოდა მარა ისე ითხოვთ რაც უნდა უცნაური იყოს, ესეც გენიტალიებს აქნევს კალაძის ტიტუშკებივით. რა უცნაურია კალაძის წინა საარჩევნო სიმბოლოდ კაცის გენიტალიები რომ იქცა. მაგრამ არქივს თუ გადავხედავთ, დიდად არ გაგუკვირდება. სიგრძეს და სიგანეს ნაცებს გეყოფათ. თავად მერიც გვახარბებდა სიგრძე სიგანეს წლების წინ და გამუქანებისკენაც მოგვიწოდებდა. მოკლედ ყველაფერი თავის ადგილას არის. იქ ადგილს ვაფართოვებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ეს ადამიანები, ვინც ჩამოთვალე, აბრძანენ და მოკლედ მერის პირადმა რეპერმა რომ თელს ერს გვაგინა, ეს ამბავი იქეთ იყოს და კალაძის ლამაზ საარჩევნო კლიპებში არც ეს ადგილი ჩანს. ვაგზლის მოედანი, სადაც ავარიული კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ კახა კალაძემ ეს ამბავი ჯერ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შემდეგ კი ნაცადგილობრივ მაცხოვრებლებს დააბრალა. არ გამოვიდნენ სახლებიდან და რა ვქნათო. არადა როგორი ლამაზი იყო წლების წინ კალაძის კლიპი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ძველი შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება. რაც ითვალისწინებს საბჭოთა დროინდელი საცხოვრებლების თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივად შეცვლას. პროგრამას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა, ან აქვს ავარიულობის ხარისხი. კიდევ კარგი სკვერებს მაინც აკეთებს, თორე არ ვიცი რაზე გადაიღებდა ვიდეოებს. ხო, ძეგლიც გახსნა ერეკლე მეორესი. მებრძოლ მეფეს ხმალი არ აღამართინეს და მოკრძალებულად დააჭერინეს, მაგრამ პროპაგანდისტვის ასეც გამოდგება. ერეკლე მეორეზე მთელი პროპაგანდისტული ბოდვა ააგო ქართულმა უცნებამ და მისაკუთრა. შეხვედრების ახალი ადგილი იქნება კულტურის მინისტრმა. ნეტა მხოლოდ ნამდვილი პატრიოტი ქოცებისთვის არის თუ რადიკალების შეიძლება რომ შევხვდეთ ერთმანეთს ერეკლე მეორის ძეგლთან. მე მინდა გითხრათ, რომ შეხვედრის ადგილი ამიერიდან გაჩნდა ამ ქალაქში კიდევ ერთი ახალი ადგილი ერეკლე მეორეს ძეგლთან. თბილისში ვხვდებით. მოვახერხეთ, რომ ხელოვნება შემოგვეტანა ისტორიის და ლანდშაფტის გალამაზებაში და ხელოვნებით დანახული ისტორია კიდევ სხვანაირად ათბობს გულს. არ ვიცი კულტურის მინისტრმა საკმარისი ისტორია თუ საკმარისი ხელოვნება ვერ დაინახა გელათის მონასტერში, მაგრამ ნეტა თუ იცის ის ტენტიც რომ ვერ უძლებს ქარს ბოლოს რომ გადააფარა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მის შემხედვარეს გული ნამდვილად ვერ გაუთბება ადამიანს. ამ ეტაპზე გული მხოლოდ კალაძის წინა საარჩევნო კლიპებით შეგიძლიათ გაითბოთ. დაპირებების შესრულების იმედი ნუ გექნებათ, მაგრამ თვალს წყალს მაინც დაალევინებთ.
სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხალო ბუნებაა ხო ხან ხეწა იქცევა ხან ბალახი ამოვარდება ხან რაღაცა დაზიანდება სამწუხაროდ ხდება ხოლმე ვაკის პარკში მე რამდენი ხდება უკვე მსგავსი რაღაც ანუ ეს საშიში ზონა რომელიც ხალხო რა გჭირდა ამ შემთხვევაში გაგვიმართლა რომ წაქცეული ხე არავის დაეცა ასეა ხან ხეწა იქცევა ხან გაზი აფეთქდება ხან შადრევანში დენი დაგარტყამთ ხან თხრილში ჩავარდებით და მოკვდებით ხანაც შენობის ჩამონგრეული ნაწილი დაგეცემათ თავში და მოკვდებით მაგრამ ამაზე არასოდეს არავინ იქნება პასუხისმგებელი არც მორალურად არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად ალაძის მმართველობის ერთ-ერთი სამარკო ნიშანი გახდა მისი პათოლოგიური უპასუხისმგებლობა, სადაც გაფუჭებულ საქმეზე მუდმივად სხვისკენ ხდება ხოლმე ხელის გაშვერა, სადაც მუდმივად არის დამნაშავე სხვა პირი, ან კომპანია, ან დედაბუნება, ან ვიღაც სხვა, ან გლობალური ომის პარტია, რომელიც აფერხებს მის საქმიანობას, მაშინ როდესაც პოლიტიკური და რეალურად საქმიანი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხშირ შემთხვევაში არის მისი და ამის საუკეთესო მაგალითი არის ის გახსნილი და ზარზეიმით წარდგენილი პროექტები, რომელთა პრეზენტაციიდან მეორე დღეს რაღაც საშინელება ხდება. ამის მაგალითი იყო ვაგის პარკის ტრაგედია, ამის მაგალითი სულ რამდენიმე კვირის წინ იყო რეაბილიტირებული ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აი ამ ტერიტორიის გახსნიდან მეორე დღესვე გზა ჩაინგრა. ამის მაგალითი არის მეტროსადგური ავლაბარი, სადაც მეტროს ახალი ვესტიბიულის გახსნიდან ერთ კვირაში ამ შენობაში წყალი ჩავიდა და მუდმივად პასუხისმგებელი არის მესამე პირი და მას ავიწყდება რომ ამ კომპანიების შერჩევაზე პასუხისმგებლობაც მისი არის, ამ სამუშაოების ჩაბარებაზეც პასუხისმგებლობა არის მისი და ზოგადად იმ გარემოზე არის პასუხისმგებლობა მისი, რომელიც ჩამოყალიბდა და რომელიც დღეს შეჭმული აქვს კორუფციას. ჩემო მეგობრებო, აქვე მინდა უპასუხო სკეპტიკოსებს, რომლებიც ჩვენს ყველა ინიციატივას თუ წამოწყებულ საქმეს არა აქვს მნიშვნელობა რა მიმართულება იქნება, ყველა სიახლეს პასუხობენ და ეხმაურებიან ნეგატივით. ჩვენთვის ჯანსაღი და დასაბუთებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისაღებია. და ვცდილობთ ხო გავასწოროთ შეცდომა. შეუცდომელი არავინ არ არის. ყველას მოსდის შეცდომა, მათ შორის ჩვენც და ჯანსაღი კრიტიკით, რა თქმა უნდა, ვცდილობთ აღნიშნული შეცდომა იყოს გამოსწორებული. თუმცა მიზანმიმართულად ეს რასაც ქვია არასწორი კრიტიკა, რომელიც ბოროტებით არის გაჯერებული და სურვილი აქვს რომ ქალაქი დააზიანონ, იცოდეთ რომ ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. ვერ დაგღლით, მეგობრებო, რადგან ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სულისკვეთება. ამ ქალაქის სიყვარული. სიყვარული კი არასდროს არაფრით იღლება. ლამაზი საარჩევნო კამპანიის შემოქმედმა ვინც მაკრიტიკებთ ყველა ბოროტები ხართო. თან ცოტა პოეტურად გამოხატა აზრი. სიყვარულს ვერასდროს ვერავინ დაღლისო. მარტო ის მინდა რომ ამ კორუფციით, სიკვდილით, ნგრევით, აფეთქებებით და 1000 უბედურებით სავსე ქალაქის მერი საარჩევნო კამპანიის ბოლოს პეპლებს არ დასდევდეს დასაჭერად დიღმის ჭალებში. გაფრენილან ოცნებები, ფიქრები და ლოდინები, შენ გიგულში შემოფრინდით პეპელა